სიზმარში ვხედავ მამაპაისს, რომელიც მეუბნება. იოანე, წამოდი ჩემთან. არ მეძახის არც იანის, არც მეგობაროს, არამედ ნათლობის სახელით მომართავს. მამაპაისი ხისგან გამოთლილ პატარა სკამზე იჯდა. შემობრუნდა და მიმანიშნა, მოდი ჩემს გვერდით აქო. მე დავჯექი მის გვერდით, შევეხე და ტირილი დავიწყე. მითხრა, ნუტირიო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ასევე ფსალმუნს გალობდა, არ მახსოვს რომელს, მაგრამ მახსოვს, რომ ფსალმუნი იყო. რაღაცეები არ მახსოვს, რაც მითხრა. მაგრამ ერთი რამ ზუსტად მახსოვს, რადგან გამეღვიძა თუ არა, მაშინვე ჩავიწერე ტელეფონში. მამაპაისმა მითხრა, რომ როცა ავდგები ფეხზე, კარგად გავხდები და ამ დროს ჩემთან მოვა ერთი წიგნი, რომელიც უნდა წავიკითხო. დილით თუ დგები, მამა ჩემს ქიმიოთერაპიის კურსზე მივყავარ. ვიკეთებ ქიმიოთერაპიას და იმ დროს, როცა ქიმიოთერაპიისთვის ნემს მიკეთებენ, ტელეფონზე მირეკავს ერთი ჩემი მეგობარი, გიორგი, რომელსაც 2014-2015 წლის მერე საერთოდ არ შევხვედრილ ვარ და მას ვუყვები ჩემი სიზმრის შესახებ და წმინდა პაისი რომ ვახსენე გაჩუმდა. ხმას არ იღებს და ცოტა ხანში ყვირილი დაიწყო. რას ამბობ იანი? გავგიჟდებიო. ათონის მთაზე ვიყავი და როცა უნდა წამოვსულიყავი, ერთი წიგნი მომცესო, რომ წამომეღო ათენშიო და ეს ზუსტად ის წიგნი იყო, რომელიც მე სიზმარში ვნახე, როდესაც წმინდა პაისი მითხრა, როცა კარგად გახდები, შენთან ერთი წიგნი მოვაო. ზუსტად ეს წიგნი ვნახე სიზმარში. როგორ გძნობდით თავს ამ დროს? იმ წუთას ეს რომ მითხრა, ძალიან ძლიერი შხუვილისმა გავიგონე ყურებში. გავგიჟდით მეც და გიორგიც. ეს ისტორია იმ პაციენტებმაც მოისმინეს, ჩემს გვერდით რომ იყვნენ ქიმიოთერაპიაზე და მათ ვუთხარი, ბიჭებო, ყველა კარგად გავხდებით მეთქი. და როგორც ვიცი, მართლა ყველა გამოჯანმრთელდა. ყველა აბსოლუტურად.